სიტყვით. ადამიანებს ეკითხები შენ შესახებ. უცებ დავინახე, მე როგორ მხედავენ. ეს იყო ძალიან საინტერესო. ლია სტუროა მითხრა მანანა ანთაძე, შექსპირი. ვალერი ასათიანმა თქვა მანანა ანთაძე, თეატრი, რობერტ სტუროა. ძალიან საინტერესო. ვეღნე ბატონო რობერტ ეს ორი სიტყვა ერთი თქვით. ერთად დაწერე და ერთი სიტყვა იქნება თქვა სტუროა. აი ამან მაიძულა მეფიქრა მე თვითონ რას ვფიქრობ ჩემ თავზე. ასე რომ ჩემი პორტრეტი, ჩემი თვალით არის ბუნებრივი და მზესთან დაკავშირებული. მრავალი წლის გასვლის შემდეგ დეტალურად იხსენებს პირველ პიესას, პირველ ემოციას და დღეს, როდესაც თავისი ცხოვრება თუმანიშვილის თეატრს დაუკავშირა. წელს თუმანიშვილის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის პიესების მთარგმნელისა და ლიტერატორის მანანა ანთაძის დაბადებიდან 80 წელი გავიდა. თუმანიშვილის თეატრმა საიუბილეო წელს ახალი წიგნი მიუძღვნა. სიმბოლურად ორტომეულის წარდგინება თეატრის დამაარსებლის და მანანა ანთაძის დიდი მეგობრის, თავად მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს 6 თებერვალს გაიმართა. დღეს ძალიან დიდი დღეა თუმანიშვილის თეატრში, იმიტომ რომ ეს არის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღე. დღე, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს. და ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გავლილ ცხოვრებას და იმ გზას, რომელიც მასთან ერთად და მის შემდეგ გავიარეთ. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობა არის დღეს თეატრში. ვანო ხუციშვილი, რომელიც ცდილობს, რომ არც ერთი დეტალი თუმანიშვილისეული არ გამორჩეს ყურადღების გარეშე. ცდილობს, რომ იყოს საინტერესო ცხოვრება, რომ მაყურებელი მოსული წავიდეს კმაყოფილი და ბედნიერი, რომ იყოს ისეთი სპექტაკლები, რომლებიც ეკადრება მიხეილ თუმანიშვილს. ჩემთვის განსაკუთრებული დღე არის, იმიტომ რომ მე თეატრმა დამიბეჭდა ჩემს მიერ თარგმნილი პიესები ამ თეატრისთვის. ორ ტომად, წარმოგიდგენიათ ეს იმდენი ვიტირე ამ საღამოს. ეს იყო ძალიან ემოციური. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს არის მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილე და მთელი წელი არის საიუბილეო წელი და დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი პროექტის წარდგენა დღევანდელ დღეს, რომელიც არის და მოიცავს ქალბატონი მანანა ანთაძის თარგმანები თუმანიშვილის თეატრისთვის. პიესები, რომლებიც მან თარგმნა უშუალოდ თუმანიშვილის თეატრისთვის და გავაკეთეთ თეატრალურ უნივერსიტეტთან ერთად ეს პროექტი და გამოვიდა ორტომეული და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პიესებია შესული ამ კრებულში და ხვალინდელი დღიდან უკვე შეიძლება მკითხველს, რეჟისორებს, ლიტერატორებს გაეცნოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარგმანები არის. ეს თარგმანები განხორციელებული არის უკვე სპექტაკლებად, ასე ვთქვათ, თუმანიშვილის თეატრში. მანანა ანთაძისადმი მიძღვნილ წიგნში თავმოყრილია თეატრის მრავალწლიანი, შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობის შედეგები და თარგმნილი პიესები. წიგნის ბეჭდური ვერსია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა კენტავრის ორგანიზებით გამოიცა. დაბეჭდვისა და დიზაინის სამუშაოებზე კი თავად კინომსახიობთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა იზრუნა. ღონისძიებას მსახიობები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ორი თარიღი არის, ორ თარიღს აღნიშნავთ დღეს ჩვენთან თეატრში, მაგრამ დღევანდელ დღეს თუმანიშვილის 105 წლის იუბილეა. ეს არის აი რაღაცნაირი ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი, როდესაც იცი, რომ აი ესეთი საუკუნოვანი მოვლენა, ესეთი დიდი ფიგურა და ამ დროს აი აქ შენთან ერთად, როგორც შენი მეგობარი, როგორც შენი ტოლი დადიოდა, იმასთან მეგობრობდით, ერთად ვიცინოდით, ერთად ვსეირნობდით რაღაცა და უცებ აი 105 წლის მიხეილ თუმანიშვილი. რაღაცა ეს მეც თითქოს და ჩვენ ყველას ალბათ, ვინც ჩემნაირად ის მიმართ ესეთი ურთიერთობა ქონდა,
ალბათ რაღაცა პასუხისგებლობასაც გმატებს. მადლობა ღმერთს, რომ მე იმ დროს დავიბადე, როცა ის მოღვაწეობდა და რომ მქონდა ამის ბედნიერება, რომ მასთან ერთად აი ამ კედლებში მე არსება მესუნთქა და მის სპექტაკლებში მეთამაშა. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან გამიმართლა მე. და კიდევ დღეს მეორე თარიღია ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის, ჩვენი თეატრის სულის და გულის ქალბატონი მანანა ანთაძის საიუბილეო თარიღსაც დღეს ვზეიმობთ და ესეც არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ თუმანიშვილის და ჩვენი მანანა ანთაძის შემოქმედებითი ცხოვრებაც ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს და იმდენად დიდი საძირკველი გააკეთა ამ თეატრისთვის და ჩვენი თეატრის არსებობისთვის, რომ არ არის ალბათ შემთხვევითი და ძალიან სიმბოლურიც არის, რომ დღეს აღნიშნავთ მანანას 80 წლის იუბილეს, რაც ასევე დაუჯერებელია, იმიტომ რომ თუ შევხედავთ როგორი სიხალისი აქვს, როგორი ოპტიმიზმით და როგორი დიდი იუმორით და კისკისით დაიარება ამ ქვეყანაზე ჩვენი მანანა, დაუჯერებელია ეს წლები, პირდაპირ ეს თარიღი ცოტა შეუთავსებელიც კი არის მასთან. ხელოვანი საქართველოს მწერალთა კავშირმა ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დააჯილდოვა. ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინიციატივითა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით თარგმნელსა და ლიტერატორს მანანა ანთაძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა.